დღევანდელ ვიდეოში მოვილი თბილისის მასშტაბით ყველაზე ცნობილ ფასტ-ფუდ რესტორნებს და ვიყიდი მათ ყველაზე ძვირიან პროდუქტს. თუმცა რამოდენიმე კრიტერიუმი მაქვს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს რესტორანმა იმისათვის, რომ მიიღოს ყველაზე ძვირიანი სტატუსი. ხო, და დღეს მაგის მიხედვით გამოვავლენთ გამარჯვებულს, ვინ იქნება ყველაზე ძვირიანი. რა უკუღმართი დღეა. პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ არ უნდა იყოს ეს პროდუქტი მენიუ. მეორე არის ის, რომ თუ საჭმელი იქნება ჰალაპენიო არ უნდა ქონდეს, რადგან ვერ ვიტან ჰალაპენიოს და თუ ჰალაპენიო იქნება უბრალოდ ქულა დააკლდებათ. მე კი ვეტყვი რომ არ ქონდეს, მაგრამ მაინც. მესამე კრიტერიუმი არის ის, რომ მესამე კრიტერიუმი არ არის, უბრალოდ ტრანსპორტი არ ყავს და მეტროთი მომიწევს გადაადგილება. და ასევე გვაქვს მეოთხე კრიტერიუმი, რომელიც მოიცავს იმას, რომ არხი უნდა გამოიწევოს და ვიდეო დაალაიქოთ. რადგან 30000 გამომწერს ავედი სულ ახლა ხანს და როგორც იცით, ჰანგრიმენმა დამაჩელენჯა. და ჩელენჯი მოიცავს იმას, რომ 100000 გამომწერზე თუ ავალ 6 თვის განმავლობაში ჰანგრიმენები გამიკეთებენ რაღაც ძალიან მაგარ საჩუქარს, რაც მეც არ ვიცი რა არის და ალბათ თქვენც ისევე გაინტერესებთ როგორც მე. ხო ხედავთ ამას. ეს არის ბათლენი, რომელიც ბატონმა თორნიკე მომცავ და აქ არის ხაზი, რომელიც მიიწევს ნელ-ნელა 100000 გამომწერისკენ. რავი, დავიწყეთ. დანკიში ვართ. და ნუ რა თქმა უნდა, ყავით დავიწყებთ დილას, იმიტომ რომ დღეს არ დამილევია, კოფეინი არ მიმღია და იმედია რავი, რამე კარგს გამეკეთებენ და ძალიან მაინტერესებს რამდენი ლარს გადავიხდი ყავაში. მოკლედ ესეთი ჩელენჯი ავით მაქვს რა, რომ ყველაზე ძვირიან პროდუქტებს უკეთავ სხვადასხვა ფასტ-ფუდებში და რა გაქვთ ყველაზე ძვირიანი, ეგ მაინტერესებს რა. არ აქვს მნიშვნელობა. რავი, ყავა შემიძლია გავაკეთო, ალკოჰოლი დავავაწყო. არა, ალკოჰოლი არა, თქვით ვეწესო. და დანამატად გააკეთე რამდენსაც მინდა. კი ბატონო, რამდენის იქნება დაახლოებით? რამდენის? იყოს. ფას გეტყვით მე რო გაკეთება. მოდი არ დაგასპოილერეთ, იმიტომ რომ ყავისთვის ძალიან ბევრია მეგობრებო, არ ვიცი რა გითხრათ. კარგად გამოიყურება სხვათაშორის, მინდა ვთქვათ, და გამიტანეს კი მადლობა. ისეთ ფასი მაქვს მიცემული. ან ძალიან საზღობა იქნება, ან ძალიან კარგი. ეს არის მაფინის ფრაპე. ათქოფილი ნაღები აქვს 2x-ი, რძე აქვს 5x-ი, ვანილის სიროფი აქვს 4x-ი და შოკოლადის ტოპინგი აქვს 5x-ი. მე მგონი მოუკვდები. მე მგონი დიაბეტი დამემართება. გავსინჯავ და მე გეტოს აღირდა. არა იცოდი. ძალიან ძაფრია უბრალოდ, იმიტომ რომ ბევრი შოკოლადია, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდი არ არის, მაგრამ ეს ფასი ნამდვილად აღინიშნა. ჩემი აზრით, ამაზე ძვირიანის გამოყვანა შეიძლება და უბრალოდ მე ვუთხარი, რომ ისეთი მინდოდა რომ დალევა შემძლებოდა რა, იმიტომ რომ ვერ დავლია რაც მინდა ეგეთი. თორე დავამატებინებდი ამაზე 15x შოკოლადის ტოპინგს და გახდებოდა ერთი 700 ლარი. გემრიელია. აი ესე იგი მაფინის ფრაპე არის, ჩემი ახალი საყვარელი ცივი ყავა. კარგი, სანამ ფასს გეტყვით, მინდა რომ თქვენი გამოიცნოთ დაახლოებით რა იღირებოდა აი ეს. დაწერთ კომენტარებში. ამ ყავის ფასი იყო 31 ლარი და 20 თეთრი. ხო, შეგახსენეთ. აქ გამოიწერეთ, უნდა ავიდეთ 100000 გვინდა 100000. მოდი ალბათ ვცადოთ ხა და მოვწეროთ რამე ყველაზე ძვირიანი აქ რაც არის. 19 21 17 9. ოკეი, ყველაზე ძვირიანი ნახე ეს. ეხლა რა ჯიგარი. ვეძები დიდხანს და ვიპოვე ერთ-ერთი ბურგერი, რომელიც იყო ერთი პროდუქტი და ღირდა ყველა ძვირი. ასე რომ ავიღე რაღაც ბურგერი, რომელიც რომ მოვაგანახებ რა არის. და კიდე მენიუ ავიღე, იმიტომ რომ შეა. და კომენტარებში დამწერთ აბა რას ფიქრობთ ავალ 100000 6 თვეში. ასე რომ მიმართავთ ემუჭყონიას რომ დამასპონსოროს თუ შეიძლება. იმიტომ რომ ორი ჭყონია უკვე მასპონსორებს და მესამეზეც არ ვიტყოდი უარს. ყველაზე კარგი გაწყვეტ რომ მივიღე აქ რომ დავჯექი და გაერთ არ გავიტანე, იმიტომ რომ ამას შეხედეთ. ანუ ამის შეჭმას გაერთ როგორ ვაპირებდი ძალიან მაინტერესებს. აუ ძალიან დიდია ზმამას ვერ შევჭამ. ანუ რას ვაკეთებ ცხოვრებაში? აუ ძმა დამეშალა. მუკბანგს ვიღებ ასე მგონია. ერთი პრობლემა ის არის რომ ვერ შევჭამე ბურგერი. დაიშალა. და ბურგერი რომელიც ვიყიდე იყო Grand Big Mac-ი და მის ფასი იყო 19 და 95. ასე რომ ჯერჯერობით დანკინი ისევ ლიდერობს თავისი 31 ლარიანი ყავით. მოკლედ YouTube ვიდეოს ვიღებ რა, სადაც ვარჩევ ყველაზე ძვირიან იმებს საქმეა. მენიუში იყოს და მენიუს გარეშე. მენიუს გარეშე და ერთი კოლა იყოს პატარა ცალკე კიდე. რო არ მოკვდება ის. ინჯა ვიყო წაგე შემოყვება. არა, უბრალოდ ვიდეოს ვიღებ YouTube-ს. აქამდე ვიყავი დანკინში და მაკში და ჯერჯერობით დანკინი ლიდერობს 31 ლარიანი ყავა ვიყიდე. მაშინ იყოს ეგ რავი დავამატოთ ეს მატრება ყველაფერი ჰალაპენიოს გარდა. 4 დავამატოთ, გამოვა 6 მატრება. სულ გამოვა შესანიშნავი. ხომაში ვახლა. კი ბატონო, აი ერთი კოლას დავიმატებ. ყველას გასწრაფ. მადლობა. მენდის მან ამკეთეს რაღაც რომ 6 მაგი ბეკონატორი ამიწეს, ანუ 6 მაგი. მოდი არ გასპოილერებ რამდენი ის იქნება 6 მაგი ბეკონატორი. და წვენი მაჩქეს. ძალიან ხერული სტაფი ყავს. მართლა. ხო, თქვენ მომდი არხის გამოწერა და გავიწყეთ 100000 უნდა ავიდეთ 6 თვეში. იცოდეთ 6 თვის მანძილზე უფრო სწორად უფრო მალე თუ ავალთ, მე თუ კეთესი. ჰანგრიმენის ჩელენჯი უნდა შევასრულოთ ხალხო რა, რას ჩუქნიან, მეც მაინტერესებს რა ვიცი, იქნებ მომეხმაროთ. აუ რა ხელა. არა არ მინდა მართლა არ მინდა. კაი თუ გადავჭი სახელსაც გეტყვი. მადლობა. მეგობრებო, აი ესეც საინტერესო პროფესია არის იუთუბერობა რა ვიცი. სტადიხარ ფრის და წვენს გჩუქნიან რენდომ 6 მაგ ბურგერებს უკეთავ და მე რავი ან მკვდები ან ცოცხალი გადარჩები როგორ მე არ ვიცი. და ვენდი ის ფრი მეყავს ძალიან სოჭებს. მოდი ხა დავურეკოთ ლოშას და ვკითხო და ვაზრი. კითხვა მაქვს. ეხლა განახებ ბურგერს ვენდიში რაც გამიკეთეს რა. ხო და შენი აზრი მაინტერესებს.
ჩემი აზრი რა ვერ შევჭა. ჩამაგა ძალიან დიდია. ხო და რა ვიცი რა. შენ შეჭამდი? არ მოკვდე დღეს არ განსწორებ. შევეცდები. კარგი, ელოშასთან ზაიც ამატები დასრულა, ახლა დავარეკოთ მოდი რუტოს. კაროჩე, ვიდეოს ვიღებ, ხო და ეხა უყურებ. ანუ ყველაზე ძვირიან რაღაცებს ყიდულობ სხვა იმაში რა, რესტორნებში. ხო და ეხა ვენდიში მოვედი და მომცეს 6 მაგი ბეკონატორი. ხო, და აი ეს ანუ შანსი არ მაქვს ამას ვერ მოვერე. ჩი ყველა ძვირიანი ეს იყო ჯერჯერობით რაც გადავიღე. კიდე ორი ობიექტი მაქვს ანახავი და რა ვიღე 47 ლარის იყო ეს. 6 ცალი ხორცი არის, დალჩი ბეკონია სულ, დალჩი ყველია სულ. ხელშიც ვერ ვიღებ ძმა. ვერთოჩი. ანუ იდეაში ეს ვიდეოს გამოვავიღე რა. რისი გაკეთება შეიძლება მე ჩვენ მინდა, მაგრამ ეს არ ამგონია ვინმე საჭმელად შეუგოთოს. ხორცი აქვს ძალიან გემრიელი რა. ფრივო ჩქე ბავშვებს. იმიტომ რომ გადასაკრებად მართლა მენანება. ვინმე მოხვალ გალერეაში გაჩელენჯებთ რა. ვინმე იყიდეთ 6 მაგი ბეკონატორი. თავიდან ბოლომდე გადაიღეთ ვიდეო როგორ ჭამთ ამ 6 მაგ ბეკონატორს. რიზის მოვიფიქრე მე გამარჯვებულისთვის ავ ვინ შეჭამს რაღაცას მოგცემ. რავი, ან YouTube-ზე დამომთაგეთ, ან Instagram-ზე ჩამიგდეთ, ან რავი, სადმე არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ YouTube-ის ვიდეოს მინდა ეს რაღაც, ანუ ყველა ზურიანი რაც აქვს მე შეგრომოცით. ანუ ბურგერი იქნება თუ იქნება? არა, ერთი პროდუქტი უნდა იყოს. ოკეი, ბურგერ კინგშიც მოვედით. შევკვეთე უკვე. შევკვეთე სამმაგი ვოპერი, რომელიც არ ვიცი რა ბურგერია, ბურგერ კინგში ბოლოს ბავშვობაში ვიყავი. ნუ ახლა ეს ბავშვი არ ასე ღრმა ბავშვობაში ასე ვთქვათ. ასევე ბოდიში მინდა მოგეხავთ რომ ესეთი ცოტა ვლოგისებრი ვიდეო გამოდის. იმიტომ რომ ოპერატორი არ მყავს და რომ მწყავდეს მაინც ისეთი სტილის ვიდეოა რომ ამას ვლოგი უფრო მოხდება. ექსპერიმენტივით არის რა. საერთოდ ექნება. უი. ფურო ბანძი ვარ. ხომხილო, ძმა ის რა არის? ვერ ვიტალ მაიონეზს, იმენა მეზიზღება. 3 ხორცი, 3 მაგია და რა თქმა უნდა 3 იქნება. ყველი, პომიდორი, მაიონეზი, რაღაცა ბლა ბლა ბლა. ისეთი არაფერი. ვინმე ამერიკაში თუ ხართ, ჩემი მაყურებლებიდან მაინტერესებს ბურგერ კინგი ამერიკაში ესეთი ცუდია თუ მარტო საქართველოში ესეთი ცუდი რა. ძალიან basic ბურგერია, რომელსაც რავი, განსაკუთრებულ სურათებს ვერ უპოვი და თან არც ძალიან იაფი არ არის რა. ყველა ძვირიანი ბურგერი ბურგერ კინგში იყო 3 მაგი ვოპერი და ფასი არის 25 და 50 არის ამის ფასი. წინ კიდევ ერთი ადგილი გვაქვს, ასე რომ ნახოთ იქნება და რაღაც ისეთი კონდეთ რაც ვენდის გადაასწრებს, ანუ იმიტომ რომ რაღაც ის გამიკეთეს იქ ვენდიში რაღაც. ლელი ბურგერი მომკლავდა ალბათ ეგ რომ მეჭამა, ვერ შევჭამდი. და შემთხვევით გადავაწყდე ერთ ადამიანს, მეცნობა, მაგრამ არ ვიცი. შემთხვევით მოვედი, აი ძალიან სრულად. ძალიან ხო კიდევ ნეკაცაკარი გამარჯობა. ტიპი რუსთავებზე გამოვიდა. შემთხვევით ესე არსაიდან ესე ბედმა დაგვაკავშირა პირდაპირ. ხო, დაახლოებით 3 თვის წინ დაგვაკავშირა თუ. არა, რა 3 მეტი. ერთი წელი გადის. წელი გადის უკვე. ხო, ბიჭო, აი, ჩემ. ესე ნუ იღე. შენ ელოშა ხარ. ის ვიდეოსაც მომონტაჟე მიმისა. ისგანა, გასწავლე, ზაბანა. აი, შევიტყავ, ხო? არხი გამოიწერეთ, ბიჭო. ოღონდ ამის. ელოშა საფეთს გამო. ჩემი არხი არ გამოიწერეთ. გაგასტარე. მიდი. გამარჯობა. YouTube-ის ვიდეოს გაინტერესებს ყველა ძვირიანი და გაგვთქვი ის გაკეთება შეგიძლიათ. რო ავიღოთ. ეხლა რომ თლიანი ქათამი გამოიყვან, ცოცხალი. ბურგერი თუ ხარცსაკრები. სულ ერთია, რაც არის ყველა ძვირიანი. გუშინ დავეინძლავე, რომ დღეს ღამემდე 30000-ზე ახვალ მეთქი რა. და ეს დავეინძლავა, რომ ვერავავალო და წაასხა. კიდე ერთ მაზიანს დაუდებ, რომ 100000-ზე ავა. აი ლენკას დაბადების დღემდე ადი. რაზე? რავი. მე მოვიფიქროთ, კაი. შევთანხმდით. ჩაჭრე ლენკა. ლენკა ჩაგვიჭერი. ეგა. ჩაჭრა. გამოიწერეთ მეგობრებო არხი. ჯერ ქათამი გაჩნდა თუ KFC? მე ვფიქრობ KFC-ისთვის შეიქმნა ქათამი ეგრე ხელოვნურად. ვფიქრობ, ოღონდ მართლა. მეგობრებო, შემთხვევით ელოშას გავასწარი. ძალიან არ მინდოდა ბოდიში. მე ხა იმის მუღამი უფრო მაქვს, რომ ეს ავიდეს 100000-ზე ვიდრე მე. მე მკიდია მართლა. მეგობრებო, ეს გვაჩუქეს. არა, არ გვაჩუქეს. გაზდის ჩემსას. ანუ თქვენს რომ მე საშუალო არ ქონა დიდი მოგეცითო, მაგრამ ზუსტად ვიცი თუ გვაჩუქეს. ხო, ის კამერა დაინახეს და აპაპაპა. იმიტომ რომ ვენდიშის მაჩუქეს. აუ, რა ცუდია, ნაჭმები ვარ. ნასმები თუ არის, ნაჭმები რატო არ არის? როგორ ხარ და რავი ნასმი ვარ გაგიგია? ეგრე რომ შევთანხმდა ჩვენ პარტია რო გავაკეთოთ. YouTuber-ებმა. აი ვინრაზე დაჯდება, მაგრამ საეჭო იქნება ჭამის მინისტრი. გართობა უნდა იყოს რატი. კი, ღამის ხოვრების მინისტრი ჭამო. Night life-ის მინისტრი. იარაღის განხილვა იქნება. თავდაცვა, მაგას რა თუნდა. პრეზიდენტი ნუ ლენკა იქნება, ხა თავისთავად ამას. ხო, პრეზიდენტი ლენკა ხომ. მე პირველი ლედი ვიქნები მაშინ. ნუ სომოჩა. ვინე?
ბატონი დავითი. ო, ბაზარია რა. ასე ვაყენებ. შესაძლოა. განათლების მინისტრი ჰიტა. ო, ბაზარია როგორც რა. 160 IQ. ой, დამავიწყე ამაზე ლაპარაკი вообще. არა, KFC გემრიელია. გემრიელია, მაგრამ ვერ აჯობა მაინც ვენდის ფასით. ფასით ვერ საჯობია. ჩელენჯი ვერ დაამთავრა, მაგრამ გემრიელია. გემოთი კაი. ჩვენი ჩელენჯი ამით დასრულებულია, ჩემი ჩელენჯი ამით დასრულებულია. ხოჩა. პირველზე გავიდა ვენდისი 47 ლარი დაჭდა, მეორეზე გავიდა KFC 34 ლარი, მესამეზე გავიდა 30 ლარი დანკინი, მერე იყო ბურგერ კინგი 25 ლარიანი ბურგერი იყო და ბოლოს იყო მაკდონალდსი 19 ლარი. ხო და ჭყონო, თემურ, ჩვენ კი ცოტა შემოვედით, მაგრამ შენ გამოდი ცოტას. აკეთ. ორი ჭყონია მას სპონსორებს, მესამეც არ იქნება ურიგო, მადლობა. დღესაც სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.